საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ, საღამოშვიდობისა. დანაშაულისა და მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები ჩვენ სახელმწიფოში საზოგადოების დამოკიდებულება მართლმსაჯულების სისტემისა და სასჯელისადმი. რას ფიქრობს მოსახლეობა, გრძნობენ თუ არა დაცულად თავს მოქალაქეები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ბინის უსაფრთხოება, სკოლაში ბავშვის დაცულობა, ნარკოტიკების მომხმარებლები და სახელმწიფო პოლიტიკა. ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკა, სასამართლოს მუშაობა და პატიმართა რაოდენობა ციხეებში, დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა და მისი შედეგები დღეს ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. ყველას მოგესალმებით საღამოშვიდობისა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ. ჩატარდა კვლევა, რომელიც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა გორბმა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი და ასევე სასჯელისადმი. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს: ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი მშვენიარაძე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, წირა ჭანტურია, ციხის საერთაშორისო რეფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ამ კვლევაში და იქიდან გამომდინარე, რომ ეხება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მე ბატონ ელჩს დაუსვამ პირველ შეკითხვას თქვენი ნებართვით. ბატონო ელჩო, მე მინდა გააკეთოთ ზოგადი მონახაზი, რა ძირითადი ასპექტები დაინახეთ თქვენ ამ კვლევის შედეგად. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს კვლევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მნიშვნელოვნად მას ვაფინანსებდით, ევროკავშირი აფინანსებდა და ეს არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. როცა ვამბობ სერიოზულ საკითხს, მე გულისხმობ, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარდა კარგად ცნობილი ექსპერტების მიერ და ეს არ არის რაღაც, რაც შეიძლება ადვილად, ასე ვთქვათ, ვუგულებელყოთ. ეს შეიცავს ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, შეიძლება განხილვა, მაგრამ როგორც ინფორმაციის წყარო, ეს არის სანდო წყარო. და აღნიშნავ რა ამას, სურს ასევე ვთქვა, აღნიშნო, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარდა, რომელიც ტარდება თითქმის ყოველწლიურად. ამის მიზეზი არის ის, რომ პირველად, როცა ასეთი კვლევა ჩატარდა, იყო საკმაოდ დიდი ოყმანი მასთან დაკავშირებით, რამე შეცდომა ხო არ არის ამ ანგარიშშიო. ეხლა, როცა უკვე მიმდევრობით სამი ანგარიში ჩატარდა, აშკარაა, რომ შეცდომები აქ არ არის. ანუ ამ ანგარიშში არის მოცემული ფაქტები. ანგარიშში ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა, რაც ეხება კრიმინალის დონეს, კრიმინალურ სიტუაციას ქვეყანაში, ზოგადად შეგრძნებას, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ მოქალაქეები თავს, დამოკიდებულებას სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ, ასევე, რა თქმა უნდა, იუსტიციის სისტემის მიმართ, ასევე ასახულია, მე ვიტყოდი, სამი ძირითადი რამე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი არის ეს განსაკუთრებით საინტერესოა ფილოსოფიური თვალსაზრისით. ანუ ეს გვიჩვენებს, რომ ქვეყნები და ხალხები არ არიან განწირულები იმითი თუ რა სიტუაცია იყო მათ წარსულში. ანუ მომავლის შეცვლა შესაძლებელია, თქვენ მიაღწიეთ ძალიან საგრძნობ ცვლილებას, ძალიან შესამჩნევ ხილვად ცვლილებას, პოზიტიურ ცვლილებას, საკმაოდ ზომიერ დროის პერიოდში და არ ახართ მიბმული წარსულზე. ანუ ეს ნიშნავს, ეს იყო თქვენი არჩევანი, ეს არის მართლაც დემოკრატიის პრინციპი და ძალიან კარგია, როცა რეალურად შეიძლება ფურცელზე დაინახო, რომ ეს მართლაც მოქმედებს. მეორე საინტერესო აღმოჩენა არის ის, რომ არის ძალიან პოზიტიური ცვლილებები საქართველოში.
ზოგიერთი მათაც განსაცვიფრებელია, განსაკუთრებით შეეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, აი რამდენად ხალხი გძნობს თავს უსაფრთხოდ ინდივიდუალურად, ეს ნამდვილად კაი რამ არის. და მესამე რამე, რაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რეფორმები, როგორც რაღაც ერთხელ იწყება, მთავრდება და მეტი აღარ არის საჭირო ვივიწყებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას. რეფორმები დინამიური რამეა. როცა არის რაღაც გამოწვევა დღეს და ახორციელებთ რეფორმას ამის გადასაჭრელად, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოთ. ანუ სურათის განვითარება, სიტუაციის განვითარება, სოციალური ცხოვრების განვითარება, ქვეყნის ცხოვრების განვითარება მოითხოვს ახალი არჩევნების, ახალი ცვლილებების შეტანას და ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უნდა აჩვენო რა არის არსებული სიტუაცია, არამედ ეს შეიძლება იყოს ანგარიში, შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო სამომავლო ძალისხმევებისთვის, პოლიტიკის შეცვლისათვის, ახალი მიდგომებისათვის. ანუ ზოგადად რო ვთქვა, თუ რა ახალი პოლიტიკა შემუშავდება, მე მგონი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ პოლიტიკას, ახალ ცვლილებებს ჩვენ კიდევ მიუბრუნდები, მანამდე მინდა ბატონ ოთარს ვკითხო, ამ კვლევამ სახელმწიფოს რა დაანახა? რითი იყო მნიშვნელოვანი იქ მიღებული პასუხები სახელმწიფოსთვის? დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ზომავს ვიქტიმიზაციის მაჩვენებელს, რაც ნიშნავს იმას, თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მცირედ დომილების ფარგლებში, თუ საქართველოს მოქალაქეთა რა პროცენტი ხდება დანაშაულის მსხვერპლი, შევადაროთ სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება კითხვას, კვლევამ დაგვანახა ჩვენ პირველი რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და 2006 წელს გამოცხადებულმა პოლიტიკამ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ მოიტანა ძალიან ხელშესახები შედეგები. მეორე რაც გვაჩვენა კვლევამ ეს გახლავთ ის რომ მოსახლეობა თავს გრძნობს უსაფრთხოდ და მათი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არის პოზიტიური და მესამე ეს გახლავთ ის რომ მოწმეები და დაზარალებულები, დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირები, რომელთაც ჰქონდათ ბუნებრივია შეხება პოლიციასთან, პროკურატურასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, რომ პროცესის მონაწილეები, დანაშაულის შედეგად ვისაც მოუწევთ სახელმწიფოსთან შეხება, დარჩნენ კმაყოფილები სერვისით, რომელსაც მათ სახელმწიფო უწევს. ამავე დროს კვლევამ გვაჩვენა, რომ შედეგიანი პოლიტიკის გამო ჩვენ გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ უფრო ლიბერალურ მიდგომებზე. მე მინდა დავეთანხმო ბატონ ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკა იყო წარმატებული, ეს უდავოა ნულოვანი ტოლერანტობამ თქვენი აზრით ამოწურა თავის შეასრულა ფუნქცია და ახლა უნდა გადავიდეს სახელმწიფო სხვა ეტაპზე. ნამდვილად ესეა და გადადის კიდეც სახელმწიფო სხვა ეტაპზე. ჩვენ 2010 წლის ბოლოს დავიწყეთ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანთათვის და გუშინ გახდა უკვე 150 განრიდებული გვყავს ჩვენ სახეზე. ასევე ავამოქმედეთ სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა. განრიდება გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელზეც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში საკმაოდ მკაცრი რეაგირება იყო 2006-2007-8 წლებში. ახლა გვაქვს საშუალება, რომ გადავამისამართოთ ეს ადამიანი, მივცეთ ერთი შანსი, ასე ვთქვათ, თუ გამოთქვამ სურვილს, რომ შეურიგდეს დაზარალებულს, აანაზღაუროს ზიანი, აიღოს გარკვეული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, ამ შემთხვევაში ჩვენ მას განვარიდებთ მთლიანად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, მას არ აქვს ნასამართლობა, პირობითი მსჯავრი, არც სხვა ზომები არ გამოიყენება. რასაკვირველია, შეუძლებელი იყო ამაზე ლაპარაკი 2006-2007 წლებში. მაშინ ჩვენ მქონდა აბსოლუტურად სხვა რეალობა, ეს იყო რეალობა, რომელიც ალბათ ჩვენ ყველას გვახსოვს. როდესაც ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, მობილური ტელეფონის წართმევა, ავტომობილის ნაწილების, რაც ეხსნებოდა ყველაფრის მოპარვა, ყაჩაღობები ლიფტში,
სადარბაზოებში მანქანების გატაცებები, ამავე დროს კანონიერი ქურდების მიერ კონტროლი, წვრილმანი დანაშაულის და კონტროლი ასევე სასჯელ ახსულების სისტემის. ეს იყო ძალიან კომპლექსური პრობლემა, რომელსაც სახელმწიფო დაუპირისპირდა ასე ვთქვათ, ძალიან მკაცრად, მაგრამ ეს არ იყო ალბათ ზედმეტი სიმკაცრე, ვინაიდან შედეგები ჩვენ გვაქვს, ძალიან ხელშესახები შედეგები და გვაქვს ასევე იმის საშუალება, რომ გარკვეული მიმართულებებით, მაგალითად ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, როდესაც დაზარალებულის ინტერესი გათვალისწინებულია, ჩვენ მივიღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილებები. კარგი, გასაგებია ბატონო, თარ კიდევ ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა მინდა ყურადღება გავამახვილოთ ამ ნულოვან ტოლერანტობაზე და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვკითხო. ბატონ გიორგი, ბატონ მაუთარმა თქვა, რომ ეს იყო წარმატებული, მე მახსოვს, როდესაც სააკაშვილი გამოვიდა, ეს იყო 2006 წელი და ახსენა ეს სიტყვა ნულოვანი ტოლერანტობა, ამას იმთავითვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და იყო კრიტიკული მოსაზრებები. თქვენი აზრით, ამ კვლევაში რაც შედეგია, ეს არის ამ ნულოვანი ტოლერანტობის დამსახურება? პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ამ გადაცემაში. ჩვენი ოფისი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას განიხილავს კომპლექსურად და არა ერთ კონკრეტულ მიმართულებას, თქვათ, რაზეც ბატონმა ოთარმა ისაუბრა. ამ პოლიტიკას ჰქონდა, შეიძლება ვთქვათ, დადებითი მხარეებიც და ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარეებიც, რომელზეც არაერთხელ ამ სტუდიაში გვისაუბრია, მათ შორის გადავსებული საჭირო ახსულების დაწესებულებები, შემავალი ციხის მოსახლეობის ნაკადი შემავალი აღემატებოდა უკან გამოსულებს, ანუ გათავისუფლებულ პირებს 2, 3, 4 ჯერაც და ამან გამოიწვია სწორედ საჭირო ახსულების დაწესებულების გადატვირთვა და პატიმრების საკმაოდ დიდი ნაწილი დღესაც არასათანადო პირობებში იმყოფება. საუბარია განსაკუთრებით იმ ჯავრდებულებზე, რომლებიც ჯერ კიდე ეგრეთ წოდებულ ძველ საჭირო ახსულების დაწესებულებებში იმყოფებიან, რომელიც დახურვის რეკომენდაცია ომბუდსმენმა არაერთხელ გასცა საქართველოში. რა თქმა უნდა, ფაქტია და მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მოიცავს სხვათა უფლებების დაცვას, მეორე სხვა კერძო პირების ხელყოფისაგან გარკვეულწილად თავი გაართვა, რაც მოცემულია კვლევაში ამ შედეგების არ დათანხმება, ან არ გაზიარება, ან არ მოწონება, მე ვფიქრობ, რომ არამართებული იქნება, ბუნებრივია მისასალმებელია, თუმცა ამავე დროს ჩვენი აზრით ეს კვლევა არ მოიცავს იმ კომპონენტებს, სადაც დანაშაულთა რიცხვი, ან იგივე დანაშაულთა დაფარვის მაჩვენებელი, ან არ გამოძიებული საქმეები გაცილებით მაღალია. ეს არის იგივე მაგალითად საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ისეთი ტიპის დანაშაულებები, როგორც არის არაადამიანური მოპყრობა, არასათანადო მოპყრობა, წამება, რომლებიც ხდება ინდივიდუალური ფაქტები, ზოგ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის კუთხით შედარებით მეტი საჭირო ახსულების დაწესებულებებში, ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია იგივე კონკრეტული რელიგიური უმცირესობების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე, სადაც გამოძიების მაჩვენებელი, გამოძიებული საქმეები საკმაოდ დაბალია, დაზარალებულების 90-95% უკმაყოფილოა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის საქმეებით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ჟურნალისტებთან მიმართებაში, მედიის წარმომადგენლები ხშირად შევიან, რომ მათ მიმართ ყოფილა ძალადობის, ხელშეშლის ფაქტები და ამ ტიპის დანაშაულთა გამოძიების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ანუ ვისურვებდით, ძალიან დიდი სურვილი გვექნებოდა, რომ ამ ტიპის დანაშაულებითაც იგივე პოლიტიკა ყოფილიყო განხორციელებული და შედეგი ყოფილიყო მსგავსი დამდგარი და იმას ვიტყობ, ეს კი ბატონო, თარ უპასუხეთ, ვთქვათ, ამ პრეტენზიებს, რაც იყო კვლევის მიმართ და არა მარტო კვლევის მიმართ. კვლევის მიმართ ეს პრეტენზიები უადგილოა, ვინაიდან ეს კვლევა არ არის ჩვენი აწყობილი, ეს კითხვა არის, ეს არის საერთაშორისო სტანდარტით არსებული მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს 10 ყველაზე გავრცელებულ დანაშაულს, ეს არის ძირითადად ქუჩის დანაშაულები, ავტომობილის ქურდობა, ავტომობილის ნაწილების ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ჩვეულებრივი ქურდობა, ასევე კორუფცია, სექსუალური ძალადობა და თავდასხმა. ეს არის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ მივსდევთ და ჩვენი ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში არ ყოფილა ის დანაშაულები, რომელზეც ბატონმა გიორგი მისაუბრა, რაც შეეხება ზოგად პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ, გამოძიება დანაშაულის შეტყობინების საფუძველზე დაწყებული იქნება, დარწმუნებული ვარ. შესაძლებელია კონკრეტული პირები პასუხისმგებაში არ იქნენ მიცემულები, იმიტომ რომ არ დადგინდა ამგვარი ფაქტი. მე ძალიან გამიჭირდება, რომ ეს ზოგად პრეტენზიას უპასუხო. მინდა ძალზახად განვაცხადო, რომ ყოველგვარი ძალადობა ჟურნალისტებზე, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე ამ ნიშნით ჩვენ შევიტანეთ სხვათა შორის
ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს შეუწყნარებლობის, სხვადასხვა ტიპის შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა, ამ მიმართულებით მუშაობ, რაც შეეხება წამებას არ ადამიანურ მოპყრობას, მე მგონი ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესია, ალბათ ჩვენ გვსმენია და გვახსოვს ის ფაქტები, რომელიც ხდებოდა წარსულში, ნებისმიერ ახალ შემთხვევას უნდა მოყვეს, რა თქმა უნდა, რეაგირება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიცია, პროკურატურა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა გასაგები, აქ იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პატიმრებს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ქალბატონ ცირას მინდა ვკითხო, რადგან ეს მისი მიმართულებაა. იყო თუ არა სწორი, ასე ვთქვათ, ეს ნულოვანი ტოლერანტობა პატიმრების რაოდენობის გაზრდის კუთხით. აი, ამის ხარჯზე ხო არ მოხდა ეს ყველაფერი, რომ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა შედეგად. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას სახელმწიფოსი და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ამ მიმართულებით აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. და ყოველწლიურად ვხედავთ დანაშაულის დონის შემცირებას. განსაკუთრებით ეს შეეხება მძიმე დანაშაულს, ვინაიდან მოგიხსენებათ 2006 წელს მძიმე დანაშაული წარმოადგენდა ზოგადად რეგისტრირებული დანაშაულის თითქმის ნახევარს, მაშინ როცა თქვათ გასულ წელს ეს რაოდენობა შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ მძიმე დანაშაული არის თითქმის მე-13 მთელ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტრუქტურაში. რაც შეეხება ნულოვან ტოლერანტობას და მის შედეგებს, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ საუბრობთ დანაშაულთან ბრძოლაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღნიშნოთ თუ რა სახით აღწევს, ანუ რა საშუალებების და რა გზის გამოყენებით აღწევს სახელმწიფო ამ მნიშვნელოვან შედეგებს. და ამაზე ბატონმა ოთარმაც ისაუბრა, რომ იმ ეტაპზე 2006 წელს სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ ძალიან მკაცრი მიდგომები გამოეყენებინა დამნაშავეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს აისახა მსჯავრდებულ პირთა რაოდენობაზე, არა მხოლოდ პატიმართა, არამედ ზოგადად მსჯავრდებულ პირთა რაოდენობაზე, ძალიან გაიზარდა მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა. მე მოგახსენებთ, რომ დღის მდგომარეობით ჩვენ გვყავს დაახლოებით 55,000-ზე მეტი მსჯავრდებული პირი, აქედან დაახლოებით 22,000-ზე მეტი გახლავთ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული და იმყოფება სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და დაახლოებით 33,000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პრობაციის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ. და რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ვთქვათ, გვერდითი, ესე ვთქვათ, მოვლენა და შედეგი, რომელიც მოყვა, რა თქმა უნდა, ამ მკაცრი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარებას. და მეორე საკითხი კიდევ ეს უსაფრთხოება რამდენად გრძელვადიან პერსპექტივაში არის უზრუნველყოფილი. იმიტომ რომ მოგიხსენებათ, რომ გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელები ყოველთვის არ არის ეფექტური. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ტიპის დამნაშავეები, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულით ჩამდენი პირები, რომელთა საზოგადოებისგან იზოლაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ აგრეთვე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩადიან ეკონომიკურ დანაშაულებს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და მათ მიმართ არ არის რეკომენდებული საპატიმრო სასჯელების გამოყენება, მით უმეტეს გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელების. ასე რომ მე ვიტყოდი, ორი მხარე აქვს სურათს. ერთი მხრივ გვაქვს შედეგი, რომ უზრუნველყოფილია მოსახლეობის დაცულობა და უსაფრთხოება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით მსჯავრდებული ადამიანები. ზუსტად ამ საკითხზე მინდა ბატონ ელს დაუსვა შეკითხვა. ერთი მხრივ ნულოვანი ტოლერანტობა, რომელმაც მოიტანა ქვეყანაში აი მწვრილმანი დანაშაული, ასე ვთქვათ, აღმოიფხვრა დიდი დოზით და წესრიგი დამყარდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება იგრძნობა და მეორე საკითხი ეს არის პატიმართა დიდი რაოდენობა ციხეებში. აი ამაზე მინდა გააკეთოთ კომენტარი. Oh, of course, this is a problem. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ეს პრობლემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იმართება. იქიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო მიზეზები. თუ გაქვთ სიტუაცია, როცა ქვეყანაში არის სასტიკად გამწვავებული კრიმინალური სიტუაცია, მაშინ ნებისმიერი მკაცრი ღონისძიება უფრო გასაგებია. მაგალითად, ნიუ-იორკში 92 წელს იყო ასეთი სიტუაცია. მათ აირჩიეს ძალიან მკაცრი მიდგომა. It is beyond doubt. უდავოა რომ
tremendous pressure on criminality. ძლიერი წნეხის ქვეშ მოქცევა კრიმინალის ბევრი ადამიანის ცვლილებას ცხოვრებას ცვლის. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ეხლა თავს და ეს ნიშნავს, რომ ზოგადად ის უკეთესად გრძნობს თავს. თუმცა პრობლემა მაინც რჩება იმათთან დაკავშირებით, ვინც გარკვეული პირობებიდან გამომდინარე მოხვდებიან ციხეებში, სადაც არის გადატვირთული ციხის მოსახლეობა, სადაც არის ცუდი ჯანდაცვის მდგომარეობა, ვთქვათ, სადაც არის ვთქვათ სხვადასხვა პრობლემების რისკი, სადაც შეიძლება იყოს პრობლემები ვთქვათ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხს აგებენ ამ უსაფრთხოებაზე. ეს არის ყველა ის თემა, რომელიც ასახულია თუნდაც აი ამ ანგარიში, რომელიც წელს სახალხო დამცველმა წარმოადგენდა. ეს არის რეალური პრობლემა. ეს არის რეალური პრობლემა მათთვის, ვინც არის საპატიმროში. ვიღაცა შეიძლება თქვა, რომ განსხვავება მონაცემში და დიდია, რომ შეიძლება არ დავინახოთ. მაგრამ მეორე მხრივ პრობლემა დაკავშირებული ზოგადად სოციალურ სისტემასთან, მთელ სოციალურ სტრუქტურასთან. იმიტომ რომ თუ დავიწყებთ ადამიანის უფლებებს ერთ წერტილში, ერთ ადგილას, მე არის რისკი, რომ სხვა ადგილასაც დაგავიწყებათ და ასე არ შეიძლება. ანუ მარტივად რისი თქმა მინდა, როცა ჩვენ საუბრობთ უფრო ლიბერალურ მიდგომაზე, საჯელის პოლიტიკაზე, ჩვენ არ გულისხმობთ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები დანაშაულის მიმართ. Excuse me. ჩვენ გავშლით ამ საკითხს, უბრალოდ გველოდება ჩართვა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება იალვან დეიკი, პროფესორი, ჰოლანდიელი ექსპერტი, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე ჩატარდა ეს კვლევა. მე მივესალმები ბატონ იანს, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღეს ჩვენს გადაცემაში. მე მინდა პირველი შეკითხვა დაგისვათ ამ კვლევის ობიექტურობასთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი გისმენთ და გვინდა დაგვისაბუთოთ, გითხრათ პირდაპირ ეთერში, რატომ არის ეს კვლევა ობიექტური და რა არგუმენტები არსებობს ამისთვის. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვებთ საზოგადოებაში კრიმინალურობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს არ არის დაფუძნებული პოლიციის მონაცემებთან. ჩვენ შევხვდით ზოგადად მოსახლეობას, ჩვენ ვკითხეთ მოსახლეობას და ვკითხეთ რა განიცადეს მათ, რა შეხება ჰქონდათ მათ, თქვათ, კრიმინალთან გასული წლის განმავლობაში. ანუ ეს იყო პირდაპირი გულახდილი, გულწრფელი ინფორმაცია საზოგადოებასთან. ანუ ეს იყო ამოკრეფით საზოგადოებას ეს არ არის ეს მონაცემები, რომლის მანიპულაცია შესაძლებელი არ ხელისუფლებას არ შეუძლია ამ მონაცემების შეცვლა, არანაირი ზეწოლის შესრულება არ იყო. არსებობს თუ არა კიდევ სხვა მეთოდები, რის მიხედვითაც მაგალითად ერთ საკითხს მინდა შევეხო საჯარო მოხელეების მხრიდან კანონის დარღვევის უკეთ გამოსაკვლევად. ამ შემთხვევაში რა მეთოდებზე შეიძლება მიემართათ გამომკითხველებს? არა, მე მგონი მესმის, რომ არის ზოგადი კონსენსუსი, რომ ასე ვთქვათ, ესე წოდებული ვიქტიმიზაციის დონის შესწავლა არის ყველაზე ზუსტი მეთოდი საზოგადოებაში კრიმინალიტეტის დონის შესწავლისა და ასევე ტენდენციების შესასწავლად. ამ კვლევის შედეგად თქვენ პროფესიონალი ხარ და სპეციალისტი ხართ ამ საკითხის და ამიტომ მინდა თქვენ გკითხოთ სწორედ წინსვლა ერთი მხრივ გასაგებია რომ ვთქვათ უსაფრთხოების მხრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ არის დიდი წინსვლა საქართველოში ვთქვათ მანქანებს არ იპარავენ და ასე შემდეგ მაგრამ კვლევამ რა გაჩვენათ რა ძირითადი პრობლემები რჩება ამ სფეროში საქართველოს კარგი ამბავი არის ის, რომ როცა დავიწყეთ კვლევა 20 წლის წინ, დონე კრიმინალიტეტის საქართველოში იყო საშუალო ევროპაზე ბევრად მაღლა. ახლა, როცა უკვე არის ეკლები, რომ დონე საშუალო კრიმინალიტეტის საქართველოში იმდენად დაბალია, რომ ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო ევროკავშირის მონაცემი მაგალითად. ეს არის კაი ახალი ამბავი. ცუდი ამბავი არის, ასე ვთქვათ, ის რომ არის უფრო მცირე რაოდენობა ხალხის, რომელიც აწვის ინფორმაციას მოსახლეობა, რომელიც პოლიციელს აწვის ინფორმაციას პრობლემებზე. ანუ ნდობის დონესთან დაკავშირებით, ევროპასთან შედარებით მაინც არის პრობლემა. ანუ რამდენი ადამიანი სტატისტიკურად აწვის ინფორმაციას მათზე თავდასხმაზე ან მათ პრობლემაზე. და ასევე ადამიანები, რომელსაც მათ მიმართეს პოლიციას, მაინც ნაკლებად არიან კმაყოფილები
ასე ვთქვათ, სერვისით, მომსახურებით, ვიდრე ვთქვათ საშუალო ევროპელი მოსახლეები. ამ თქვა მიმართულებით ჩემი შემდეგი შეკითხვა, რომელიც იქნება ბოლო შეკითხვა, გამომდინარე იქიდან, რომ დროში ვარ შეზღუდული, თქვენ თქვით, რომ აი მიმართვიანობა მოსახლეობის მაინც უფრო ნაკლებია პოლიციისადმი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებშიც უფრო გაცილებით მაღალია, ვთქვათ, როდესაც მოქალაქეები მიმართავენ პოლიციას. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას საქართველოში? Well, I think that the police probably has still to be trained to be ალბათ more საჭიროა უფრო მეტი ტრენინგი, მეტი სწავლება პოლიციისთვის, რომ იყოს უფრო მეტად სერვისზე ორიენტირებული. იმიტომ რომ უკეთ ესმოდეთ, რომ ეს ადამიანები არიან მსხვერპლი, მათთვის ძალიან ემოციური სიტუაციაა და მათთან განსაკუთრებით მიდგომაა საჭირო, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მსხვერპლს, ანუ რა გაკეთება გამოძიებაში დაკავშირებით. დღესდღეობით ხშირად მსხვერპლს არა აქვს ინფორმაცია თუ რა ხდება გამოძიებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მათ მიმართეს პოლიტიკოსი და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მათ უჩნდებათ ეს უკმაყოფილების შეგრძნება. ამიტომაც ზოგადად მე ვიტყოდი, მე მგონი საქართველოს პოლიცია უფრო ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში, ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. მე მაყურებლებს შევახსენებ, რომ ამსტერდამიდან იყო ეს პირდაპირი ჩართვა, საუბრობდა პროფესორი იან ვან დეიკი. ჩვენ რეკლამაზე გავალთ და სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ, გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს სტუმრებთან ერთად. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებზე. ბატონი ელჩი საუბრობდა ჩართვამდე და მე მინდა მას მივცე საშუალება განაგრძოს ის საკითხი, რომელზეც საუბრობდით, რა არის შესაძლებელი საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის მხრივ. So what I have started to say was that basically having achieved particular results. ფაქტობრივად რას ვამბობდი მე იყო ის, რომ მაშინდელად ჩვენ მივაღწიეთ რაღაც კონკრეტულ ძალიან საგრძნობ შედეგებს, ასე ვთქვათ, ვიქტიმიზაციის მსხვერპლთა რაოდენობის. ეხლა დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, როგორ დავძლიოთ კრიმინალის პოტენციალი და ასე ვთქვათ ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ვთქვათ საპატიმროების სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს. ანუ ეს არის ეს გასაგები ფაქტია მსოფლიოში, კარგად ცნობილი, რომ ციხეების საპატიმროების კორექციის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდულია და ეს არ არის კრიმინალის მიმართ ტოლერანტობასთან დაკავშირებული. რაც უფრო დრო გადის, მეტ უფრო მეტ გზას ეძიება ხალხი, რომ მეტად ცდილობენ მსოფლიოში გამოიყენონ არასაპატიმრო მიდგომა, რომ განსხვავებული მიდგომები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით იდეას, რომ მოინახოს ისეთი გზები, როცა ნაკლებად სერიოზული დანაშაულისთვის, ან ადამიანს, რომელიც პირველად ჩაიდინეს დანაშაული ახალგაზრდებისთვის და ასე შემდეგ, სხვადასხვა ასე ვთქვათ, არ ჩამოვთვლით ყველა კატეგორიას ეს ასე ვთქვათ, გავზარდოს შესაძლებლობები, რომ გამოვიყენოთ სხვა მიდგომები, საპატიმროების. What could be this ways of addressing? I'm not sure if I can what are the ways? What sound, but yes. Well, these are ways which are ეს არის ის გზები, როგორც არის მაგალითად პრობაცია, სხვა გზები, როგორც მაგალითად იგივე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული ვალდებულებების დაწესება, ოღონდ ისე არა, რომ საპატიმროში ჩასმის გარეშე. ეს არის მარტივი მიდგომები, რომელიც ცნობილია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, რა ხდება უშუალოდ საპატიმროებში. ეს ცალკე საკითხია, ეს არის რაღაც, რაც საკმაოდ ნობიარე საკითხია, დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე, ვინც შიგნითაა საპატიმროში, მაგრამ მათზე აქვს გავლენა, ვინც არ არის საპატიმროში. ანუ ეს ქმნის განწყობებს, ეს ქმნის გარკვეულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში, ეს ეხმარება ადამიანებს ესმოდეთ, რომ არ არის არანაირი გამონაკლისი, არ არის არანაირი პატიება მისთვის, რომ დავარღვიოთ ადამიანის უფლებები.
ყველა ეს საკითხი არის საკითხი, რომელიც შეიძლება გადაიჭრას, რომელიც უნდა გადაიჭრას, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები საქართველოში, მე ამას ვხედავ და ამავდროულად ჩვენ არ შეიძლება რომ ვლაპარაკოთ, რომ პრობლემა არ არის. Რა თქმა უნდა, პრობლემა არის, პრობლემა ყოველთვის იქნება, ვერც ერთი სტრატეგიით ერთბაშად, მაგალითად, საპატიმროების პრობლემას ერთ ღამეში ვერ მოაგვარებთ. თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვათ, ერთ წელიწადში 90%-იან ცვლილებას მოიტანს, ეს არ იქნება სერიოზული რეკომენდაცია, იმიტომ რომ ესე არ ხდება. ანუ თავარია იყოს სურვილი პოლიტიკური ნება ამის გაკეთების, თუ ეს იქნება, შედეგიც პოზიტიური იქნება. ბატონო, ისე უნდა მოუბრუნდეს საპატიმროების თემას, ერთი რომ ბევრი პატიმარია საპატიმროში და ამას ყველა ამბობს და სახელმწიფო რას აკეთებს, რას გააკეთებს იმისთვის, რომ არა ცალკეული პროგრამით, არამედ კომპლექსური მიდგომა იყოს, რომ აი ეს საკითხი გადაიჭრას, სახელმწიფოს ნება არსებობდეს და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ცალკეული პროგრამები, ჩვენ სწორედ კომპლექსური მიდგომა გვაქვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა სასჯელსხმულების დაწესებულებების განტვირთვის კონცეფცია, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. პირველი ეს არის დანაშაულის პრევენციული ღონისძიებები. მეორე ეს არის ალტერნატიული ღონისძიებები სისხლისამართლებრივი დევნის ნაცვლად. მაგალითად ეს არის განრიდება, ეს არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაცია, მედიაციის პროცესის გააქტიურება. და მესამე კომპონენტი ეს არის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილი პირის შემდგომი რესოციალიზაცია. ანუ სამკომპონენტიანი კონცეფცია არის შემუშავებული, რომლის მეთოდურად მიმდინარეობს მისი იმპლემენტაცია. რაც შეეხება საკითხებს, მე მინდა რამდენიმე თემა შევეხო. აქ ჩაგეკითხებით, ანუ იგრძნობა თუ არა მაშინ განტვირთვა საპატიმროების. ჩვენ 2000 რამე სტატისტიკური მონაცემია ამ აღარ მიმდინარეობს პატიმართა რაოდენობის ზრდა. პირველად დაფიქსირდა კლება პატიმართა რაოდენობის 2012 წელს. ცოტა აღარ ხდება მატება პატიმრების. ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი, რა თქმა უნდა. პლუს ამას ჩვენ პირობით მსჯავრდებულებისთვის შევიმუშავეთ პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების მექანიზმი. და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობთ, ყველა ამ მიმართულებით. პლუს ამას მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა, როგორც სასჯელების ნაწილში და ლიბერალიზაცია იმ სანქციების, რომელიც გათვალისწინებულია, ასევე მოდერნიზაცია, ახალი დანაშაულების გათვალისწინება და ახლებურად დარეგულირება სხვა თემების. მე უბრალოდ ორი საკითხი მინდა გამოვყო. პირველი ეს გახლავთ ცოტა მეტ ყურადღებას გამომახვილებდი იმ შედეგებზე, რომელიც დადგა. ну რაღაც ისე არ მინდა გამოგვივიდეს თითქოს მანქანებს აღარ იპარავენ და ხო ანუ ეგ ამისთვის დიდი ამბავი ხო გასაგებია მესმის უბრალოდ ეს არის ფანტასტიკური შედეგები საქართველოს არის უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიდრე ნორვეგია, დანია და შვედეთი და ფინეთი და თბილისი არის ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი ევროპაში და აქ გრძნობენ თავს იმაზე უსაფრთხოდ ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს არის მიღწევა, რომელზეც ფიქრიც არ შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ. რაც შეეხება ციხეებში პატიმართა რაოდენობას, თუ საქართველოს მოქალაქეები თუ მუდმივად ცხოვრობები პირები ჩაიდენენ დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე, ისინი წავლენ სასჯელსხმულების დაწესებულებაში. სახელმწიფო ამას გააკეთეს, მე მინდა საზოგადოებასაც უთხრა, რომ მათ უნდა იგრძნონ თავი დაცულად. ეს არის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსი. სახელმწიფოს ამოცანა დამნაშავეებზე ზრუნვა კი არა. საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან. და დანაშაულის ჩამდენმა პირებმაც უნდა იცოდნენ და ადამიანი რაციონალური არსებაა და აწონდაწონის იმ რისკებს, რომელიც ახლავს მის ქმედებას, რომ თუ კი ჩაიდენენ დანაშაულს და ეს არის ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა თუ სხვა ასოციალური მოქმედებები, მათ მოუწევთ პასუხი. კი ბატონო, აქ ამას ლიბერალიზაციის გაგაგზელებინებთ, მაგრამ აქ დაგისვამთ ერთ შეკითხვას. აქ ამ სტუდიაშიც აღინიშნა, რომ დანაშაული ხშირ შემთხვევაში პირდაპირ არის, აი ასეთ სახის დანაშაული წვრილმანი ქურდო პირდაპირ არის მიმული, ვთქვათ, სოციალურ მდგომარეობასთან ხო ადამიანების. თუ კი სახელმწიფო აქამდე ამ მდგომარეობას იჭერდა აი ამ ნულოვანი ტოლერანტობით და ის ამბობდა, რომ აუცილებელია ესეთ მკაცრი ხელი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ დავიჭიროთ ეს მდგომარეობა და არ იყოს კრიმინოგენული ვითარება გამწვავებული და ახლა გადავდივართ ლიბერალიზაციაზე, სოციალური მდგომარეობა ისედაც არის მძიმე დღეს საქართველოში და უმუშევრობა არის ნომერ პირველი პრობლემა, ხო? თუ ლიბერალიზაციაზე გადავა სახელმწიფო
ისევ ხო არ ჩდება საფრთხე, რომ აი შეიძლება კიდევ შემოbrunდეს გარკვეულწილად ეს სიტუაცია. მე თავიდანვე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დანაშაულის მიზეზი არის სოციალური მდგომარეობა. არა მარტო ეს, მაგრამ სხვადასხვა შრეებია საქართველოს შემთხვევაში მთავარი მიზეზი დანაშაულისა იყო ქურდული სამყარო. და წვრილმანი დანაშაული, რომელიც თქვენ ახსენეთ, კერძოდ ჯიბის ქურდობა მაგალითად, ან მანქანის სარკეების ქურდობა, თუნდაც ნარკოტიკების მოხმარება და ნარკოტიკების შეძენა, გადაზიდვა და ამ შემდეგ. ეს იყო ორგანულად დაკავშირებული ქურდულ სამყაროსთან. თუ კი სოციალური მდგომარეობა რჩება ისევ მძიმე, ამ შემთხვევაში ხომ არ არის რისკები, რომ ამ ლიბერალიზაციამ უკუშედეგი? პირველ რიგში ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ტოლერანტობას დანაშაულის მიმართ. ლიბერალიზაცია ნიშნავს, რომ პირველად დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლებიც თავიანთი მენტალობით არ არიან კრიმინალები და ხდება თითოეული ამ არასრულწლოვნის განრიდების შემთხვევაში ბიოფსიქოსოციალური პორტრეტის შედგენა, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ადამიანს მივცეთ ჩვენ შანსი. ჩვენ ესე ხელაღებით განრიდებაც არ გულისხმობს, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ პასუხისმგებლობისგან. ჩვენ ვეტყვით, რომ იმის ჩვენ თუ საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს შეასრულებ, თუ აუნაზღაურებ ზიანს, მე მოგცემ ერთ შანსს. ამგვარი არის დამოკიდებულება და ეს არავინ არ იფიქროს, მე მაყურებელს ცალსახად განვუმარტო, რომ მძიმე დანაშაულებზე ეს მიდგომა არ ვრცელდება. ასევე ეს არის მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც ახლა რაღაც გარემო პირობებმა ეს რაღაც შეცდომის ზღვარზე მყოფი ქმედება, როდესაც გვაქვს სახეზე. განზრახი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინეს სხვადასხვა კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანებმა, იქნება უმკაცრესად დასჯილი, როგორც დღეს, ისე უახლოეს მომავალში, ვინაიდან ამ მიმართულებით არანაირი შეღავათი არ გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც აკონტროლებდნენ დანაშაულებრივ სისტემას. ის დრო ვეღარ დაბრუნდება, კანონიერი ქურდები მეშვიდე საპრობილეში იქნებიან და მოიხდიან თავიანთ სასჯელებს და მათ აღარ მიეცემათ საშუალება, რომ აკონტროლონ ეს კრიმინალური პირამიდა. ვინაიდან ეს წვრილმანი დანაშაული სწორედ იმ პირველ შრეს შეადგენდა, რომელიც საბოლოოდ კანონიერი ქურდით მთავრდებოდა. მათ შეჰქონდათ ფული ეგრეთ წოდებულ ოფშიაკში და ისინი იწყებდნენ კარიერას. ჯიბის ქურდები და ეს სხვადასხვა ნაწილების ასე შემდეგ ქურდები ვინ იყვნენ და გამომძალველები, ისინი ვინც აი იმ კარიერას იწყებდნენ ძველბიჭობიდან და ესეთი წვრილმანი დანაშაულებიდან. ამიტომ ამ მიმართულებით არანაირი შეღავათი არ იქნება, მინდა ცალსახად განვმარტო და დავადასტურო. გარკვეული შეღავათები შესაძლოა იყოს გაურთხილებლობითი დანაშაულის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებლობას გვაძლევს თვითონ დანაშაულის ჩამდენი პირი, მისი პიროვნება, მისი მახასიათებლები, რომ გარკვეული შეღავათი გაუწიოთ. ამ დროს ვიფიქრებთ ჩვენ, ვთქვათ, ალტერნატიულ ღონისძიებებზე. რაც შეეხება დაზარალებულთა საკითხს, რომელიც ახსენა ბატონმა ვანდაიკმა, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მიულოცო პროფესორ ვანდაიკს სტოკჰოლმის პრიზი კრიმინოლოგიაში, ეს არის არაფორმალური ნობელის პრემია ამ დარგში და 12 ივნისს ერთ კვირაში გადაეცემა სტოკჰოლმში მას ეს პრიზი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ბატონი იანი ბრძანდებოდა თბილისში და პოლიციის აკადემიაში სწორედ პოლიციის გაუმძიებლებს ატრენინგებდა დაზარალებულთან დამოკიდებულების კუთხით. საქართველოს პროკურატურაში ჩვენ გავხსენით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურები და თითოეულ რაიონულ პროკურატურაში არის მოქალაქეზე ორიენტირებული, სერვისზე ორიენტირებული სამსახურები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას დაზარალებულებს, ისმენენ მათ პრობლემებს და ეხმარებიან იმაში, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, ასე ვთქვათ, და მოხდეს სწორი კომუნიკაცია პროკურორთან, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია კვლავ გასაკეთებელი. კერძოდ ჩვენ ამ მომენტისთვის მუშაობთ სპეციალურ მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის კომუნიკაცია მოქალაქესთან და ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე, იგივე იუსტიციის სახლებში, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სადაც მოქალაქეს მიმართ დამოკიდებულება არის ღირსეული და ისეთი, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ჩვენ გვინდა რომ მოწმეებთან და დაზარალებულებთან ურთიერთობაში ამგვარი სტანდარტი დავნახოთ. გასაგებია, ბატონ გიორგი, თქვენ მინდა კითხოთ ლიბერალიზაციის პოლიტიკაზე. ბატონი ოთარი ამბობდა, რომ პირველი ხელშესახების შედეგები არის ის, რომ არ იზრდება პატიმართა რაოდენობა ციხეებში. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას თუ რამე სხვა მონაცემს? 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 25000 პატიმარი იყო საჯარო ასულების დაწესებულებაში, მათგან დიდი ნაწილი იყო
მჟავრდებული, ხოლო მცირე ნაწილი პირები, რომელთა მიმართ ჯერ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო გამოტანილი. ეს რაოდენობა იმდენად არის საგანგაშო, რამდენადაც თავად საჯელახსოვლების დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას განთავსდეს ამდენი მჟავრდებული საჯელახსოვლების დაწესებულებებში. მეორე საკითხი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ლიბერალიზაციაზე, არც ერთი ჩვენგანი აქ ყოფილი აუდიტორიაში არ ვთვლით იმას და არ მივიჩნევთ, რომ ვინმე დამნაშავეს ხელი უნდა დააფაროს. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, სასჯელი რამდენად უზრუნველყოფს მისი მიზნების შესრულებას. რამდენად არის შესაძლებელი დღეს საჯელახსოვლების დაწესებულებაში იმ სასჯელის მიზნების მიღწევა, რომელიც თქვათ საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით უფრო მეტად ჩვენი საჯელახსოვლების სისტემა მიმართული არის პატიმართა, მჟავრდებულთა, უკვე დანაშავეთ ცნობილ პირთა იზოლაციისკენ, ვიდრე მათი რესოციალიზაციისაკენ და ეს არის ჩვენი ხედვა ინსტიტუციის, სახელმწიფო დამცველის ოფისის და ეს ასახული არის. აი შეგიძლიათ გითხრათ, აი არგუმენტით გაგვიმყაროთ, ეხლა რაც თქვით ბოლო წინადადება, რომ უფრო იზოლაციისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მარტივია, პირები, რომლებიც არიან საჯელახსოვლების დაწესებულებაში განთავსებული, მათი უდიდესი ნაწილი არ გულისხმობ არასწორობებს, მათთან დაკავშირებით პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში და გრძელდება. არიან აბსოლუტურად მხოლოდ იზოლაცია ხდება, არ ტარდება რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამები მათი ხელახალი აღზრდისათვის, არ არიან რაიმე პროგრამები ჩართული. იყო ცდელობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, არის ჩემთვის ცნობილი ამის შესახებ, იგივე საჯელახსოვლების პრობაციისა და უდახმარების სამინისტროს მხრიდან, თქვა დასაქმები მჟავრდებულების. ახლა კი ეს მისასალმებელი პროექტია, სწორედ ესეთი პროექტები უნდა ხორციელებოდნენ, მაგრამ ჩემი ინფორმაციებით მხოლოდ 19 პირია დასაქმებული 25,000-დან, რაც ძალიან მცირედია და ეს რეალურ გავლენას ვერ იქონიებს ამ ყველაფერზე. იგივე შემიძლია ვთქვა, რაოდენობასთან არის სიტუაცია, როცა მჟავრდებულები მათი რაოდენობის მიხედვით ბოლოდ ვერ ეტევიან, ან მორიგეობით უწევთ ყოფნა, ან ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, შიდა სტანდარტზეა საუბარი და არა ევროპულ სტანდარტზე, რომელსაც ვითხოვთ, რომ საჯელახსოვლების დაწესებულებაში დადგინდეს 4 კვადრატული მეტრი ერთ მჟავრდებულზე. საუბარია იმაზე, რომ 2.5 კვადრატული მეტრი მჟავრდებულზე იყოს საჯელახსოვლების დაწესებულებაში. ფართი საცხოვრებელი, რაც დღესაც ვერ მაყოფილდება იმ ფონზე, როდესაც საჯელახსოვლების მინისტრმა ერთი თვის წინ მჟავრდებულთა ლიმიტი იმის ფონზე, რომ შეამცირა, გააუქმა 2 დაწესებულება, გაზარდა დაახლოებით 600 მჟავრდებული. ანუ იმ ფონზე, როდესაც ახალი ინფრასტრუქტურული შენობა არ იმატებია საჯელახსოვლების დაწესებულებას, უქმდება 2 დაწესებულება და მჟავრდებულთა ლიმიტი იზრდება. როცა ამას იმთავითო ვერ აკმაყოფილებს რაოდენობას. გასაგებია, ქალბატონ ცირა, თქვენ მინდა დაგისვათ, იგივე თემა მინდა განვაგრძოთ. არისო მიმართული იზოლაციისკენ, უფრო პატიმრის ვიდრე რესოციალიზაციისკენ. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ჯერ პირველ რიგში მინდა გამოეხმაურო იმ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა პატიმართა რაოდენობას. ჩვენ გვაქვს ყოველთვიური მონაცემები და შემიძლია გითხრათ, რომ 1 მაისის მონაცემებით პატიმართა რაოდენობა იყო დაახლოებით 23,600. ანუ მცირედი კლება შეინიშნება ბოლო თვეების განმავლობაში. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ანუ რამდენად ემსახურება პენტენციური სისტემა მჟავრდებულთა რესოციალიზაციას, მე აგრეთვე შემიძლია მოგიყვანოთ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, რომელიც მოწმობს, რომ აი მჟავრდებულთა თავისუფლების აღკვეთით მჟავრდებულებს გულისხმობ, მხოლოდ დაახლოებით 2-3% არის ჩართული რესოციალიზაციის პროგრამებში. აქ საუბარია ძირითადად მჟავრდებულ მამაკაცებზე, იმიტომ რომ არასრულწლოვნებისა და ქალი მჟავრდებულების მიმართ ასე თუ ისე არის პროგრამები, რომელიც მიმართულია მათი განათლებისაკენ, ესე ვთქვათ, პროფესიული უნარჩვევების გაძლიერებისაკენ, მაგრამ ძალიან პრობლემურია მჟავრდებული მამაკაცების რესოციალიზაციის კუთხით არსებული ვითარება. ამაში სამწუხაროდ ეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს. კი ბატონო და შემდეგ ბატონელს დაუსვამ ბოლო შეკითხვას და დავამთავრებთ გაცემას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჯელახსოვლების სისტემაში ყავს ერთსულ მოსახლეზე უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე ვთქვათ ეს არის საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ამავე დროს ჩვენ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერთსულ მოსახლეზე კანონიერი ქურდების მაჩვენებლით ვიყავით პირველ ადგილზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და 1/3 მთლიანი კანონიერი ქურდების საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა. ნუ ეს ძალიან სერიოზული ფაქტია. საინტერესოა კრიმინოლოგიური კვლევისთვის, ასევე ესეც საინტერესოა, ეს ძალიან მოდებული იყო საქართველოში, ფესვგადგმული ეს ინსტიტუტი. აქვე მინდა ვთქვა, რომ სამართლიანობა ასევე მოითხოვს აღნიშნოთ ის ღონისძიებები, რომელიც სასჯელახსოვლების სისტემაში გატარდა. ეხლა მორიგეობით ძილზე როცა არის ლაპარაკი, ბატონო გიორგი, აუცილებლად უნდა ვთქვათ თუ როგორ შეიცვალა ვითარება და როგორ იცვლება ვითარება წლების განმავლობაში. და მართლა აუტანელი პირობები იყო ციხეებში, პატიმრებისთვის იყო
გაუსაძლისი წამებასთან გათანაბრებული და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებული პირობები იყო ჩვენს პენიტენციურ სისტემაში, რომელიც დროთა განმავლობაში ლაგდება, შენდება ახალი დაწესებულებები, არ არის იქ ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც იყო კლავდნენ იქ ადამიანებს კანონიერი ქურდები, სხვადასხვა შეკვეთებით და შიგნით ხდებოდა გაუგონარი ფაქტები, რომელიც დალაგებულია და ადმინისტრაცია მართავს დაწესებულებებს და არა კანონიერი ქურდები. იქ არის ჰიგიენის მინიმალური სტანდარტები, იქ არის კვება, რომელიც საკმაოდ ნორმალურია და ასევე როგორც ქალბატონმა ცირამ აღნიშნა, გარკვეული პროცენტი ამ მსჯავრდებულებისა ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში, ატლანტისის პროგრამა, რომელიც რუსთავში ხორციელდება, ვიდეო გაკვეთილები, რომელიც ქსანში უტარდებათ პრატიმებს. ხო უნდა აღვნიშნოთ ის თემები, რომელიც ნამდვილად კეთდება და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა შეინიშნება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტი არის გასაკეთებელი, უნდა გაუქმდეს ის დაწესებულებები, რომელზეც ბატონი გიორგი საუბრობს და უქმდება და უნდა გადავიდნენ პატიმრები ახალ და გარემონტებულ ციხეებს, რაც უფრო კარგ პირობებში მოიხდიან სასჯელს, თუმცა სასჯელის მიზანი მე არ ვთვლი, რომ უნდა იყოს რესოციალიზაცია. ერთ-ერთი მიზანი კი ბატონო, მაგრამ მთავარი მიზანი თავისუფლების აღკვეთისა არის პირის რესოციალიზაცია კი არა, არამედ ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია და მისი იზოლაცია საზოგადოებისაგან. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ჩაიდენს ამ დანაშაულს, მას მოუწევს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდება და ციხეში გარკვეული დროის გატარება და ეს არის ძალიან ანბანური ჭეშმარიტება ჩემთვის და ციხეში გაშვება ნორვეგიაში მაგალითად კი ბატონო, ნამდვილად არის საშუალება, რომ 100-მდე ადამიანი სნაიპერული შაშხანით დახოცო და შემდგომ 21 წელი რა სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაატაროთ. ეხლა თუ არ ვცდები, ჭადრაკის მოთამაშე დაუქირავა ციხემ, რომ ჭადრაკიც ეთამაშოს ბატონ ბრეივიქს ვინმე როგორმე გარედან, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია. და ერთი 21 წლის შემდეგ გარეთ რო გამოვა, შეუძლია ერთი 100 ადამიანი კიდე დახოცოს და შემდგომ კიდე იფიქრებენ რა მისი რესოციალიზაცია. ესეთ ანეკდოტურ სიტუაციას ჩვენ არ ჩავიგდებთ თავს. ადამიანები, რომლებიც ჩაიდენენ დანაშაულს, ისინი მოიხდიან სასჯელს. თავარია, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება იყოს ღირსეული, თავარია, რომ მათ ჰქონდეთ პირობები შექმნილი ღირსეული, როგორც ჯანდაცვის, ისე ჰიგიენის და განათლების მიღების საშუალება, ასევე გლდანში შენდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც ბოლო 6 თვეს ციხიდან გამოსვლამდე გაატარებენ მსჯავრდებულები, შეისწავლიან მანქანის მართვას, როგორ მოძებნონ სამუშაო, როგორ შეისწავლიან ასევე ავეჯზე მუშაობას, რკინის საამქრო გაკეთდება და ჩვენ შევეცდებით, რომ ადამიანებს შეც აქვს სურვილი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ, დაუბრუნდნენ საზოგადოებას ღირსეულ წევრებად, მათ ასე ვთქვათ, ეს რესოციალიზაციის კურსი გასაგებია, ბატონ გიორგი. მოკლედ თუ შეიძლება ჩვენ სახელმწიფოს ანგარიშებში, ყოველწლიურ ანგარიშებში, ყოველთვის პროგრესზე, რაც მიიღწევა საჯარო ასოების დაწესებულებაში არის საუბარი. ახლა რასაც ბატონი ოთარი ამ წუთას საუბრობდა, ეს არის ყველაფერი მომავლის რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ საუბრობთ ეხლა, როდესაც კონკრეტული ჯავრდებულები არიან ციხეში, მათ რა პრობლემები გააჩნია და ჩვენი მოვალეობა სწორედ მათ პრობლემებზე საუბარი არის. ჩემი ოთარ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ეს და წარმატებები რაც არის ბუნებრივი აისახება, მაგრამ როცა ვსაუბრობთ უფლებებზე, ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც იქ არის. და ეს პრობლემები, რომლებიც ჩამოთვალე, კარგია რომ თქვენ ადასტურებთ ეს პრობლემები, მათი ნაწილი არის საჯარო ასოების დაწესებულებებში და იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად იქნება აღმოფხვრილი. გასაგებია, ბატონ ელც მინდა ვთხოვო, გარკვეულწილად შეაჯამოს ჩვენი საუბარი და თუ სურს რამის დამატება თქვას და შემდეგ გადაცემა დასრულდება. The summary is self-evident. შეჯამება ძალიან მარტივი იქნება. A lot is being done. ძალიან ბევრია გაკეთებული. A lot has been achieved. ძალიან ბევრია მიღწეული. Some of the results are spectacular. ზოგიერთი შედეგი მართლაც არაჩვეულებრივია, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ არის ამავდროულად ისეთი საკითხები, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. დაინტერესება თუ შეშფოთება მათთან დაკავშირებით გამოითქმება სხვადასხვა მხარის მიერ, იგივე ევროკავშირის ანგარიშის გამოთქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავაფაზოთ ის, რაც გაკეთდა. ასე რომ მე მგონია, რომ თუ არის გაგება იმისა, აღქმა იმისა, თუ არის მუდმივი დიალოგი იმისათვის, რომ პრობლემები წამოიჭრას და გადაიჭრას, თუ არის ზომიერი და გონივრული, დაბალანსებული და ამავდროულად კაფეო პოზიცია, ისეთი პოზიცია, როგორიც არის მაგალითად ამ ანგარიშში, რომელიც გახსენდა.
და თუ არის სურვილი ამ შეხედულების მოსმენისა, შეიძლება ყოველთვის სტაჟს არ უკრავენ ამ შეხედულებას, მაგრამ თუ არის სურვილი ყურადღებით მოусმინონ რეკომენდაციას და საბოლოო ჯამში სამომავლოდ გაითვალისწინონ, მე მგონი სურათი საქართველოში შეიძლება შევაფასოთ როგორც პოზიტიური და ძალიან იმედის მომცემი სამომავლო. უბრალოდ არ მივატოვოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ყველას დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ და კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ოთხშაბათს საღამოს 10 საათზე პირველ არხზე. დიდი მადლობა.